დიახ, პირველ რიგში დიდი მადლობა გადაცემას ჩართვისთვის და საშუალების მოცემისთვის, რომ ამ თემაზე საუბარი შემიძლია ზოგადად გიორგის შესახებ. პირველ რიგში რის თქმაც მინდა ის არის, რომ რუსეთის მიერ ჩვენთვის წაყენებული ბრალი, როგორც დაიწერა ამ დონეცკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკიდან, აბსოლუტურად შორს არის სიმართლისკენ, იმიტომ რომ გიორგი მაგალითად არანაირად არ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მდგომარეობაში, ის იყო კონცენტრირებული იმაზე, რომ დახმარებდა ქალებს და ბავშვებს ქვეყნის დატოვებაში. პრინციპში ჩვენი ყველას ამოცანა ეს იყო, აღარ გავაგრძელებ დანარჩენზე საუბარს, რომ რუსეთი ამბობს, რომ ჩვენ რაღაც ანაზღაურება ავიღეთ და ასე შემდეგ, იქ საერთოდ არ არსებობდა ეს სისტემა, რაღაცა ანაზღაურების აღების შოკური მდგომარეობა იყო. მეორე საკითხი, რაზეც საუბარი მინდა, ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების შესაბამისად, მათ თქვეს, რომ საქართველოს ვერ ექნებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ეს საფრთხე ემუქრებოდა, ეს არის აბსოლუტური სიცრუე, იმიტომ რომ ჯერ კიდევ 4 თვის წინ, თუ სწორად მახსოვს, გიორგი მიიღო წერილი საქართველოს პოლიციიდან და მე მგონი, რომ ეს წერილი საჯაროც გახდა, თუ არ ვცდები, სადაც თხოვდა საქართველოს პოლიცია, რომ რეგისტრირებული იარაღები, რაც მას გააჩნდა, უნდა გაესხვისებინა. ანუ საქართველოს მერთის მხრივ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიღებული ეს განაჩენი აღიარა, მაგრამ შემდეგ უკვე მოგვიანებით ეს გაუქმდა. რაც ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ სახელმწიფოს ჰქონდა გიორგის შესახებ ეს ინფორმაცია, მაგრამ არ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და ამაში აბსოლუტურად ვერ დავეთანხმები შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ამ ვერსიას, რაც დღეს განცხადება გააკეთეს. ოჯახთან, რა თქმა უნდა, მაქვს კომუნიკაცია. მისი დაკავება მოხდა 3 სექტემბერს, ახლა ის იმყოფება დაკავებულია პრინციპში ამ შემთხვევაშიც და მოლოდინშია, ამ ექსტრადიციის მოლოდინშია რეალურად რა და რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, ეხლა ასეთ შემთხვევაში, რაზეც მე პრინციპში ძალიან ნერვიულობ, არის ის, რომ რაღაცნაირად სახელმწიფომდე მივიტანოთ ხმა, იმიტომ რომ ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად ახლა აქვს, ეს არის საქართველოს მთავრობა, რომლისთვისაც მე ვფიქრობ, რომ ნიშნულოვანი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის გადარჩენა. გადარჩენაზეა აქ რეალურად საუბარი, იმიტომ რომ თუ მოხდა ეს ექსტრადიცია, მე თქვენ იცით, არაერთი ქართველი არის უკვე პატიმრობაში რუსეთში და იქ საერთოდ კომუნიკაცია არის შეუძლებელი და იმის გარკვევაც კი როგორ არის ზოგადად ადამიანი, ხო? კი დომენიკ, იცი რა მინდა გკითხო, ანუ რა განცდა გრჩებათ თქვენ, რომ აი რაღაცნაირად მიზან მიმართულად არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების, არ ვიცი, გაფრთხილება თუნდაც მსგავსი ტიპის საფრთხეებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აი განცხადება, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ახსენეთ ხომ, აი არ მინდა სუბიექტურ შეფასებას ჩამეთვალოს, მაგრამ აი რაღაცნაირად იკითხება, რომ თითქოს პასუხისმგებლობის არიდება მათი მხრიდან, ხომ და რაღაცა ქართული წარმომადგენლების კომენტარებიც, რომ კი შესაბამისმა სტრუქტურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, მაგრამ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია თურმე სომხეთზე და რუსეთზე. ასეთი არის მათი განწყობა. აი რა სიტყვით თქვენ? მე არ მინდა დავიჯერო ეს, რომ პასუხისმგებლობას თავს არიდებენ, იმიტომ რომ ჩვენი მთავრობა არის ხალხის მიერ დაქირავებული მთავრობა, რომლისთვისაც პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, აი როცა დღეს ვხედავდი აი ამ განცხადებებს პარლამენტიდან, ჩემთვის იყო გასაოცარი საერთოდ ამის მოსმენა რეალურად, რამდენად ესე იგი ასხლეტვას აკეთებენ ფაქტობრივად და მიანდობენ საქართველოს ხელისუფლებას კანონის მიხედვითაც აქვს იმის ძალა, შესწევს იმის ძალა, რომ ამ ექსტრადიციას შეუშალოს ხელი ზოგადად და მათ უნდა ეს გააკეთონ, იმიტომ რომ საქმე ეხება საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, რომელიც მე ვიცნობ რამდენი წელია უკვე ამ ადამიანს, პირადად ჩემთანაც ნამყოფი არის და აი უზომოდ შეყვარებული ადამიანი არის საკუთარ სამშობლოს და საქართველოს არ ყავს დასაკარგი შვილები რეალურად და აი ასეთი განცხადებები არის სირცხვილი და ყუილია ყველაფერსაც რომ თავი დავანებოთ ზოგადად. ეს არის სიცრუე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ქონდა ინფორმაცია ამ რისკების შესახებ. თუ ინფორმაცია არ ქონდა და თუ კი DST-ის სისტემაში იყო ჩართული, 4 თვის წინ რანაირად გაუგზავნეს წერილი საქართველოს პოლიციის ხელით მაინტერესებს ამ ადამიანს. ხო, ანუ უკვე ალოგიკურია ეს ყველაფერი. მე მინდა რომ აი მართლა გულწრფელად ვთხოვო საქართველოს სახელმწიფოს მთავრობას, რომ გააკეთოს ყველაფერი და გადაარჩინოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე. მეტი თქმა, აი არაფრის თქმა არ შემიძლია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მართლა ოჯახი იქ ადვოკატები ყავთ სომხეთში აყვანილი, მისი მეგობრები იმყოფებიან ადგილზე, კომუნიკაციაში იმყოფებიან ადვოკატებთან, არ არსებობს გზა სხვა თუ არა საქართველოს მთავრობა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა დომენიკ, მადლობა ჩართვისთვის. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია